სიჩუმის რეზოლუცია აფხაზეთი ასე ეწოდება ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიან ვილეტის გამოფენას, რომელიც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება. ამ გამოფენის საშუალებით ფრანგი ფოტოხელოვანის საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს თვალი გადაავლოს აფხაზეთის მონატრებულ ადგილებს. პროექტი ჰოლანდიურ ფონდ არტეკოსა და მისი დამფუძნებლის, ჰოლანდიაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის დალი უბილავა დეგრაფის ორგანიზებით ხორციელდება და მის მხარდამჭერთა შორის არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საფრანგეთის საელჩო, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ფოტოგრაფი გამოფენის გახსნამდე 2 კვირით ადრე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრამ საინტერესო და თბილ გარემოში ჩაიარა. ორელიან ვილეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთთვიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებები გააცნოს შეკრებილ საზოგადოებას. განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ დღეს შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა აფხაზეთის დევნილ საზოგადოებასთან. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს, მადლობა ამ საზოგადოებას, მადლობა თქვენ ხარდაჭერისთვის. სიმბოლურად წელს სოხუმის დაცემის 25 წლის თავზე 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართველ პუბლიკას უცხოელ სტუმრებს ჩვენ წარუდგენთ ორელიან ვილეტის თვალით დანახულ აფხაზეთს. 2016 წელს გადაღებულ აფხაზეთს სიჩუმის რეზოლუცია აფხაზეთი და ფოტოებში სწორედ ეს სიჩუმეა აღბეჭდილი. ფოტოხელოვანი ეძებს ადამიანს და ვერცად ვერ პოულობს მას. იმ ფოტოებში, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, არის ულამაზესი არქიტექტურული ნიმუშები. რამდენიმე ფოტოთია მართალია წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის სიცარიელე, არის სიჩუმე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს სიჩუმე არ არის უბრალოდ სიჩუმე. ეს არის სიჩუმე დიდი მომავლის მოლოდინში. და ვიქნებით ბედნიერი, თუ ეს გამოფენა იქნება ერთგვარი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ის რომ ასეთი ცნობილი ფოტოხელოვანი ჩადის აფხაზეთში და ინტერესდება ჩვენი ერთობლივი ისტორიით, მნიშვნელოვანია თავისთავად. ბატონი ორელიანი ერთი თვე იმყოფებოდა, როგორც თვითონაც ყვება, აფხაზეთის ტერიტორიაზე, პრაქტიკულად ყველა სოფელი რაიონი მოიარა. პირად შთაბეჭდილებებზე ყვება, რომელიც მან მიიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაში, კურიოზული შემთხვევებიც მოყვა, მაგრამ ამასთან ერთად არის ძირითადად ასახული ამ ფოტოებზე მიტოვებული სახლები, თავისი არქიტექტურული სტილით, იმითაც არის განსაკუთრებული ეს გამოფენა, რომელიც ეძღვნება 27 სექტემბერს. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმათ, ვინც მიიღო მონაწილეობა მის ორგანიზებაში, განსაკუთრებით გამოყოფდი საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, ქალბატონ დალის ჩვენს თანამემამულეს, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს ჩვენს დევნილ საზოგადოებას უცხოეთში და ძალიან ბევრ კარგ საქმეებს აკეთებს. მნიშვნელოვანია და გამიკვირდა, რომ ის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა აფხაზეთში, ალბათ მართლა შთაბეჭდილების ქვეშ იყო და ამ ფოტოგამოფენას ჩვენ 27 სექტემბერს ვიხილავთ. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ფრანგი ფოტოხელოვანი ალბათ თავისი შთაბეჭდილებებით შემდეგ ევროპაში საზოგადოებას გააცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. ის დღეს გვიამბობს ჩვენ იქ არსებულ მდგომარეობაზე, მიტოვებულ ადგილებზე, არქიტექტურის ძეგლებზე, რაც პრინციპში მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და სწორედ ამიტომაც მოგზაურა მან აფხაზეთში. თავად ფოტოხელოვანმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია ეს აფხაზეთშიც მოეწყოს და ის ემოციების ქვეშ იყო თავადაც, რადგანაც ესე თბილად შეხვდა ქართული საზოგადოება და დღეს თბილისში აი ესეთი საღამო მოუწყვეს. მისთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც აღნიშნა, იქნება თუ არა იგივე გამოხმაურება აფხაზეთში და კერძოდ სოხუმში. ფოტოხელოვანს 40-ზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურია და მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მიტოვებული ადგილები. თუმცა როგორც ორელიან ვილეტი აღნიშნავს, მძაფრია ემოცია, როცა ამ ადგილებს ომის ნაკვალევი ატყვია. ფოტოგრაფის ობიექტივმა მრავლად ასახა დამწვარი და დანგრეული სახლები, სანატორიუმები, სასტუმროები და ეზოები. ჩემი როგორც არქიტექტურის ფოტოგრაფის მიზანია საინტერესო არქიტექტურული ძეგლების გადაღება. ის თუ რა ძლიერ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. აფხაზეთშიც ჩემი ინტერესს წარმოადგენდა იმ ულამაზესი არქიტექტურისა და შთამბეჭდავი ბუნების ასახვა, რითაც გამოირჩევა ეს თვალწარმტაცი მხარე. ერთთვიანი მოგზაურობისას გადავიღე სხვადასხვა თემატიკის ფოტოები, თუმცა 27 სექტემბერს გამოიფინება ის ნამუშევრები, რომელზეც ასახულია აფხაზეთში მიტოვებული სახლები, შთამბეჭდავი ბუნება და არქიტექტურა ერთმანეთშია შერწყმული.
თითოეულ მიტოვებულ ადგილს აქვს მისი წარსული და ისტორია. ჩემი მიზანია არა მისი გაანალიზება, არამედ ჩემი თვალით დანახული სილამაზე. არქიტექტურაში მოქცეული წარსულის გადმოცემა ადამიანებთან მიმართებაში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებული კეთილგანწყობა იგრძნობოდა იქ მცხოვრები აფხაზებისა და ქართველების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, ეს გამოფენა მნახველების უმრავლესობას არა მხოლოდ წარსულს გაახსენებს, არამედ შემაკავშირებელი იქნება წარსულსა და მომავალს შორის. ვიმედოვნებ, რომ ჩემი გამოფენა დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ დააფიქრებს, განაწყობს მიტევებისთვის, მონატრებული ურთიერთობების აღდგენისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ ამაში ჩემი წვლილიც იქნება.